თუ ანახეთ ეს გასულ. პირველში შეძეთ და მეორეში შემოგვი მეორე კაცი. ეს გამოჩენი გვაქვს, მაგრამ იმათი გადახდები არ არის. ხანომრები ელაპარაკეთ რაში? ვის აღშოთ? აი მართლა მგონია და მართლა დავაკეთე გაყოლებს. ოღონდ ერთი ის იქნება თუ ერთად იქნება, სხვა ზონა. ერთი საქმე მოვაკეთოთ ერთად. არ შეკარებულა რა, რასაც ვთამაშობ რა. რა ვიცი, პატარები ვინც ხართ, მოდი ამაკეთოთ რა, რომ აგერ მეკო ვიჟა მაჩკო თვითონ გერჩი თამაშობთ რა, ის გამოსtildeები და რა ვიცი, ბევრი გაიზარდა ამათი თქო ალბათ თქვენც რა ამათი ყოლები და არ ვიცი, მინდა რა თქმა უნდა ყოფილიყავი მართლა სულიდებით რა, აი მაგათთან ვერ გისურვებთ, მოგიბოს გისურვებთ რა ვიცი, რომში ვიყავით მოსამზადებელ ტურნირზე. რა თქმა უნდა, რამდენიმე ტრავმები მივიღეთ, ბოლოს 9 თამაში დარჩა. ეხლა დაგვემატენ ნაკრების 15-კაცის ბიჭები დაგვემატენ. თედო ზიბაძე, მერაბ შარიქაძე, რამოდენიმე ბიჭი დაგვემატა და მგონი მაქსიმალურად კაი მდგომარეობაში ფიზიკურად კარგად ავართ. ეს კვირა დავისვენეთ, მოედანზე ვიმუშავეთ, ვივარჯიშეთ. თითო ვარჯიშები ქონა, სადაც უფრო მაქსიმალურად ვაქცევით ყურადღებას სათამაშო ტაქტიკას და მაქსიმალურად ეცადეთ რომ აღედგინათ, რადგან ეს ნაკრების მოთამაშეები აქ საქართველოს ტურნირზე იყვნენ თამაშის არგენტინასთან, იტალიასთან, ის ბიჭები ცოტა გადაღლილები იყვნენ და ეხლა დღესდღეობით ამ დღეისთვის ყველანი კარგად არიან, კაი მდგომარეობაში არიან და ფიზიკურად კარგად არიან. თული ჯგუფი შეხვდა რა. და იმასაც გააჩნია ხა ეს გუნდები რა შემადგენლობით ჩამოიყვანა და ინგლისი როგორც უკვე საბრძოლო შემადგენლობით ჩამოდის. აი რუმინეთი ახლა ისეთი გუნდი რომელსაც შეგვიძლია თავამოთქვათ რომ შეგვიძლია რომ ჩვენ მოვუღოთ რა. აი შეთა ნახოთ რა ვიბრძოლოთ ხა ისე სისტემა რო შეიცვალა მეოთხე ფინალში გასვლის შანსი ყველას აქვს. რა მთავარია მეორე დღის პირველი თამაში რა. ერთი რამე იცოდეთ რომ შვიდკაც არის იმით არის მძიმე რომ შეიძლება ყველას მოუგო. შეიძლება ყველასთან წააგო. ჩვენ საქმე ეგ არის რომ ჩვენ მოგება ზედმე გადაწონოს მოგება ვინმე წაგება. ახოთ ხვალ მივდივარ გუნდი სერიოზულია, ბიჭები მოტივირებულები არიან, ჩვენთვისაც ამ ზაფხულის ბოლო ეტაპია ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ და მერტი ჩვენსკენ როიტყვი.